Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას, უზენაესი ალლაჰის ხალობა და მფარველობა არ მოხდებოდეთ. ეს არის პარასკევი და ვაგრძელებთ ჩვენს ლექციებს ყოველ პარასკევობით. ინშაალლაჰ დღეს შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამის ჰადისები და რამდენიმე წავიკითხავთ. ჩვენს წიგნში ნელ-ნელა ნაურდებით მივდივართ. ამასთან დაკავშირებით ჰადისებს კითხულობდით ბოლოს და დღეს ლევანდელი ჰადისებიც ამას ეხება კონკრეტულად სუნნეთ და ნაფილე ნამაზებს. აქ იგულისხმება ყოველდღიურად ხუთი ფარზი ნამაზის ერთად შესრულებული სუნნეთები. სუნნეთების ნაფილეს ერთ-ერთი სახეობა არის, ზოგადად ნაფილეს კატეგორიაში გადის ისინი. აი როგორც საბაჰ ნამაზის, დილის ნამაზის წინ 2 მოხსნოთ, შუადღის ნამაზის წინ 4-ს, შემდეგ 2-ს ამ სუნნეთებზე არის დღეს წავიკითხავთ ჰადისებს. ზოგადად რამდენად მადლიანია ამ ნამაზების ლოცვა და კონკრეტულად შევეხებით დილის ნამაზის წინ დალოცავ 2 მოხსნეთს. პირველი ჰადისი არის იმამ თირმიზის სუნენიდან, რომელსაც გადმოგცემს აბუ უმამე, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. قال النبي صلى الله عليه وسلم الله الشوم والمتقوى ما أذن الله لعبد في شيء أفضل من ركعتين يصليهما. الله سبحانه وتعالى თავის მსახურისთვის მასე უფრო ძვირფას საქმეში წარმატება არ მიუცია, ვიდრე ეს არის 2 მუხლი ნაფილეთ, ანუ დამატებით ფარზის და სავალდებულოს გარდა შესრულებული 2 მუხლი ნამაზი. ანუ შეიძლება ძალიან ბევრ საქმეში ალლაჰმა წარმატება მოგცეს, ხელი მოგიმართოს და წარმატებით შეასრულო ბევრი საქმე, მაგრამ ამ წარმატებით შესრულებულ საქმეებს შორის 2 მუხლი ნაფილე ან სუნნეთ ნამაზზე უფრო ძვირფასი და კარგი არ არსებობს. თუკი გამჩენელმა ღმერთმა ამ საქმეში მოგცა წარმატება. მართლა დღეს ვუყურებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მარცაც არ ლოცულობს ნაფილე სუნნეთს დავიდავანებთ. და ვისაც ამ საქმეში მიეცა წარმატება, რომ ის ნამაზს ასრულებს და მათ შორის ფარზთან ერთად სუნნეთსაც ასრულებს, აი ყველაზე დიდი წარმატება ეს არის. وإن البر يضر على رأسه العبد ما دام في صلاته. და უეჭველად სიკეთე, ყოველგვარი სიკეთე და ხეირი და ბარაკა მის თავს დასტრიალებს. მას თავზე ზემოდან აწვევს. ყოველგვარი სიკეთე, ხეირი და ბარაკა, როდესაც ის ნამაზის ლოცვით არის დაკავებული. როდესაც იგი ნამაზზე იმყოფება, ამ შემთხვევაში მის თავს ზემოდან სიკეთე, ხეირი, ბარაკა, ყველაფერი რაც თუ კარგი არსებობს გამჩენელ ღმერთისგან, ის ყველაფერი თავს აწვევს ამ ადამიანს. სანამ ნამაზზე იმყოფება. وما تقرب العبد إلى الله عز وجل بمثل ما خرج منه. და სახური თავის გამჩენს Allah subhanahu wa ta'ala იმაზე უფრო ძვირფასით და უკეთესით ვერ დაუკავშირდება, რაც მისგან მომდინარეობს, რაც მისგან მოდის. თანამშრომელი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამი და აქ გულისხმობს ყურანს. ყურანი გამჩენელ ღმერთისგან მოდის. ანუ ყურანის კითხვას გულისხმობს. ყურანის კითხვით რომ ის თავის გამჩენს დაუახლოვდება, იმაზე უფრო მეტად სხვა ვერაფრით ვერ დაუახლოვდება. ყურანის კითხვაში კონკრეტულად რას გულისხმობს ამ ჰადისში, როდესაც ნამაზზე არის საუბარი, ნამაზის შიგნით, როდესაც ნამაზზე დადგება ალლაჰუ ეკბერ და კითხულობს ყურანის სხვადასხვა სურეებს. ანუ ჩვენ ნამაზზე როდესაც ვდგებით, მიმეორებთ ჩვენი ბაგით, ჩვენი ენით ვაჟღერებთ სამყაროთა გამჩენელი სიტყვებს. ანუ ვეთახავ. სწორედ ნამაზის შიგნით ყურანის აიათების არაბულად წაკითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილიც ეს გახდა, რომ ჩვენ ზუსტად იმ სიტყვებს, იმ ფორმით, იმ ენაზე, იმ ჟღერადობით ვაჟღერებთ ჩვენი ენით და ბაგით, რომელიც წარმოთქვა სამყაროს გამჩენმა სუბჰანაჰუ ვა თაალა. და ზუსტად ვცდილობთ ზუსტად ისე გავახმოვანოთ მის
გავაჟღეროთ ჩვენი ენიდან და ვაგიდან, როგორც ახმოვანებდა, როგორც კითხულობდა და ევედრებოდა სამყაროთა წყალობად მოვლენილი შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ჩვენ მას ვემსგავსებთ, მას ვაწავთ. რამდენად გამოგვდის, ამას უზენაესი ალლაჰი შეაფასებს, მაგრამ ჩვენი ნიეთი, ჩვენი ზრახვა და მიზანი ეს გახლავთ, რომ მას მივბაძოთ და როგორც ის აკეთებდა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მომდევნო ჰადის გადმოგცემს აბუ ჰურეირა, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, أن رسول الله صلى الله عليه وسلم مر بقبر فقال რომ ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა ლოცვა და სალამი მას გაიარა ერთ-ერთ საფლავთან და იკითხა მენ საჰიბუ ჰაზალ ყაბრი ამ საფლავის პატრონი ვინ არის? პატრონში გულისხმობს ვიცი წევს, ანუ ვისი საფლავია ეს? فقالوا فلان და იქ ყოფება უთხრეს რომ ამა და ამ პიროვნების საფლავია ესა. فقال და მან ასე თქვა ამის შემდეგ ركعتان أحب إلى هذا من بقية دنياكم აქ მწოლი ადამიანისთვის ორი მუხლი ნამაზი, ორი მუხლი ნაფილე ზედმეტად ნალოცი ნამაზი უფრო ძვირფასია ვიდრე ის ყველაფერი რაც მას უკან დარჩა ამ დუნიას. მთელი სამყარო სიძვირფასეები და აქ არსებული მატერიალური სიძვირფასე შეიძლება იყოს, ის ასევე დაფასება, პატივი და ის მოხვეჭილი სახელი შეიძლება იყოს, სულ ყველაფერზე ერთიანად უფრო ძვირფასი არის მისთვის ამ ადამიანისთვის ორი მუხლი ნამაზი. ეს შეგვიძლია აუცილებლად ასეთნაირად. ადამიანი ამ ყველაფერს რომ მას კონდეს ეს ყველაფერი რომ მის პრობლემაში იყოს, იმ ადამიანის პრობლემაში ადამიანი ორი მუხლი ნამაზის ასათ ამ ყველაფერს გაიღებდა. რომ მე იმ ორი მუხლის ნამაზის მადლი სადმეიდან აქ საფლავის მიწის ქვეშ მყოფს დამემატებოდეს და სადმეიდან ამაში წამადგებოდეს, გაუმადგებოდეს. ის რომ გაცოცხლდეს, დაბრუნდეს ამ ქვეყნად და მას შესთავაზო რომ ეს მთელ სამყარო შემფლობდე მათი ბატონ-პატრონი შენ იყო. ის გირჩევნია თუ კიდევ ორი მუხლი ნამაზის ლოცვის საშუალება მოგეცეს. აირჩევდა ორი. ანუ იქ მყოფის მდგომარეობას აღვიწერს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომ იმან უკვე ასდა ჭეშმარიტებას. ვალით ნახა ეს რეალობა და ისთვის ის ორი მუხლი ნამაზი უფრო ძვირფასია, რადგანაც იცის რომ იქ ის უფრო გამოადგება მასა ამ ქვეყნიური სიტუაცია. ამიტომ ჩვენთვის იმ ადამიანისთვის უკვე გვიანი არის. მას ამის შანსი მეორედ აღარ მიეცემა. მაგრამ ჩვენ ეს შანსი დღეს გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. عن أبي ذر رضي الله عنه კიდევ ერთ ჰადისს გადმოგცემს საჰაბე აბუ ზარ ალ-ღიფარი, მოყოლი იყოს ალლაჰი მისგან, أن النبي صلى الله عليه وسلم خرج زمن الشتاء რომ ალლაჰის შუამავალმა ერთ-ერთი ზამთრის პირა დღეს სახლიდან გამოვიდა والأوراق يتهافت ის დრო იყო, ის პერიოდი იყო, როდესაც ხიდან ფოთლების წვიოდა. فأخذ بغصني من الشجرة და ერთი ხის ოც ჩაშჭიდა ხელი وجعل ذلك الورق يتهافت და როდესაც ცოტა შეარყია ამ თოთიდან ფოთლებმა ძირს დაიწყო. فقال და შემდეგ თქვა يا أبا ذر მე შემომეხმიანა, ო აბუ ზერ დამიძახა. قلت მე მას უთხარი لبيك يا رسول الله ისმენ ო ალლაჰის შუამავალო, ზადვარ შევასრულო ის რასაც მე. قال მან მითხრა أن العبد المسلم يصلي الصلاة يريد بها وجه الله როდესაც მუსლიმი მსახური დადგება და ნამაზში ასრულებს, ამ ნამაზს მხოლოდ იმისთვის ასრულებს, რომ ალლაჰის კმაყოფილება მოიპოვოს. ახირეთში ალლაჰი მის მიმართ კმაყოფილი სახით იპოვოს, შეხვდეს მას. فَتَهَافَتُ عَنْهُ ذُنُوبَهُ كَمَا يَتَفَاهَتُ هَذَا الْوَرَقُ عَنْ هَذِهِ الشَّجَرَةِ
მას ცოდვები ისე დასწვივდება ამ ნამაზის შესრულებით, როგორც ამ ხის ტოტიდან ფოთლების წვივა. ჰადისი გადმოცემულია იმამი აჰმედის მუსნედში. და კიდევ ერთი ჰადისი, რომელსაც გადმოგცემს მორწმუნეთა დედა აიშა რადიალლაჰუ ანჰა, ყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, عن النبي صلى الله عليه وسلم قال الله شو والمتقوى من صابر على 12 ركعة بنى الله عز وجل له بيتا في الجنة وين ويتمس قبل غيورة تورمد مخل نماز الله سبحانه وتعالى ماس جنة ساس სამყოფეს აუგებს. საუბარია ყოველი ფარზის შემდეგ ან ფარზის წინ ჩვენს მიერ შესრულებული სუნნეთი ნამაზებზე. მოითმეს რატომ ამბობს? რომ მორჩილებას მოთმინება სჭირდება. რადგანაც ადამიანის ნაფს არ უყვარს მორჩილება. ადამიანის ნაფს უყვარს თავაშვებულობა, თვითნებობა. ხოლო მორჩილებას მოთმინება სჭირდება. ზოგს ეჩქარება, ზოგს ეზარება, ამბობს მარტო ფარს ვილოცებ და საკმარისია და ასე შემდეგ. ამიტომ მუშაობალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ მოითმეს, არ შეეზარება, არ იჩქარებს და ფარსთან ერთად ამ ნაფილე ნამაზებსაც შეასრულებს, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას ჯენნეტში სახსაუგებს. أربعا قبل الظهر ამათგან 4 შუა დღეს ლოცვის წინ არის. وركعتين بعد الظهر შემდგომ 2 მუხლი შუა დღის ლოცვის შემდეგ არის. وركعتين بعد المغرب ახშა ნამაზის შემდეგ 2 მუხლი შემეშალა. وركعتين بعد العشاء და 2 მუხლის იასის შემდეგ ან ძილის წინა ნამაზის შემდეგ. وركعتين قبل الفجر და 2 მუხლიც დილის ნამაზის წინ იმყოფება. ეს ჰადისი გადმოცემულია იმამი ნესაის სუნენში. და ჩამოთვლილია ერთ ჰადისში ყველა ის 12 მუხლი ნამაზი არის ჩამოთვლილი, რომელსაც მუეკედი სუნნეთი ეწოდება. მუეკედ სუნნეთად ითვლება ის ნამაზები, რომლებსაც შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სისტემატიურად ასრულებდა და არასდროს არ გამოტოვებდა, ან ძალიან იშვიათად გამოტოვებდა. კიდევ არის სუნნეთები, რომელსაც ისლამის ლიტერატურაში ღაირი მუეკედა ეწოდება, ამას ხანდახან ასრულებდა შუამავალი, ხანდახან არ ასრულებდა. ამათაც შემდგომ ჰადისებში განვიხილეთ. კიდევ ერთი ჰადისი მორწმუნეთა დედისგან, აიშასგან, გაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, أن النبي صلى الله عليه وسلم قال რომ ალლაჰი შუამავალმა თქვა لم يكن على شيء من النوافل أشد معاهدة منه على ركعتين قبل الصبح რომ შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ნაფილე ნამაზებს შორის დილის ნამაზის წინ არსებული 2 მუხლიან ნამაზზე უფრო დიდ მნიშვნელობას არცეც არ ანიჭებდა. ანუ ყველაზე მეტ ყურადღებას დილის ნამაზის 2 მუხლ სუნნეთზე არ ამახვილებდა. ჰადისი გადმოცემულია იმამი მუსლიმის საჰიჰ ჰადის დაკრებულში. და კიდევ ერთი ჰადისი ისევ მორწმუნეთა დედის აიშასგან, გაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, عن النبي صلى الله عليه وسلم أنه قال في شأن الركعتين عند طلوع الفجر رمان დილის ნამაზის 2 მუხლი სუნნეთის შესახებ თქვა لهما أحب إلي من الدنيا جميعا რომ ის 2 მუხლი ნამაზი მისთვის მთელ სამყაროზე უფრო საყვარელი და სასურველი, უფრო ძვირფასი იყო. დანა შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა და ეს ჰადისიც გადმოცემულია იმამი მუსლიმის საჰიჰ ჰადის დაკრებულში. დღეს ამით ვიკმაროთ, თუ შეგითხვებია შეგვიძლია შეკითხვებთან დაკავშირებით ვისაუბროთ, რომ აქ თავდება დილის ნამაზის სუნნეთების შესახებ არსებული ჰადისები და სხვა დროს კიდევ როცა გვექნება ალლაჰისგან ნება და საშუალება, წავიკითხავთ
თქვა დღის ნამაზის სუნნეთებთან დაკავშირებით რა უთქვამს ალლაჰის შუამავალს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და ასე გავაგრძელებთ ვიდრე არ ვაღწევთ იასის სუნნეთებს. მერე კიდევ სხვა თემებზე გადავიდეთ. الحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على رسول